ჩვენს მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის. დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ისევ არ მოუყვანიათ ეს საოცრად შეურაცხყოფილი GDD-ს თანამშრომლები, სხვა შორის ესენი არიან მოწმეები განათხოვრებით, ასე დავარქვით ამას ჩვენ, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ამის არაფერს გადამეტებით არ ვიძახი ახლა მე მაგალითად ჩვეულებრივი ოფიციალური უწყება არის როგორ მიმართავს ესე იგი პროკურატურა მამუკა მდინარაძის ორგანოს რომ გამოუყონ სიტყვასიტყვით ასე გამოუყონ 3 GDD-ს თანამშრომელი რომლებმაც შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ლევან ხაბეიშვილის სატელევიზიო განცხადებებზე და ეს არ ვიცი შერჩევითობის პრინციპით ეს 3 შეურაცხყოფილი ადამიანი და ხაზგასასმელი არის ანუ ვიზზე არის საუბარი იმ GDD-ს თანამშრომლებზე არის საუბარი რომლებმაც ლევან ხაბეიშვილის სიკვდილამდე სცემეს ივანიშვილის დავალები და სიკვდილამდე მიიყვანეს ამ GDD-ს თანამშრომლებზე არის და დღეს ლევანმა აღნიშნა სასამართლო დარბაზში რომ მე-6 თვეა მიმდინარეობს ეს ყოველმხრივ მართლაც უპრეცედენტო უარყოფითი მხრივ საქმე და მე-6 თვეა ლევან ხაბეიშვილის სასამართლო არ ჩატარებულა ფაქტობრივად, იმიტომ რომ პროკურატურას ვერ მოყავს, არ ჩანან ეს ადამიანები, წელავენ მაქსიმალურად დროს, აწამებენ ადამიანს იცით თქო რომ ყველანაირი კომუნიკაციის საშუალება ლევან ხაბეიშვილს აქვს ჩამორთმეული მათ შორის მის არასრულწლოვან შვილებთან მე-6 თვეა ესე იგი არც ტელეფონით დაკავშირების უფლება არც შეხვედრის არც წერილის დაწერის უფლება არ აქვს და დღეს პროკურორი წუწუნებდა დარბაზში პირდაპირ ამის სიტყვის მნიშვნელობით რომ ლევან ხაბეიშვილის მოსმენას კი არ სურდათ ანუ პოლიტიკური განცხადებების გამო არის მხოლოდ მის საქმეში ერთ-ერთი არის პოლიტიკური განცხადებები და ამ პოლიტიკური განცხადებების მოსმენა აღარ სურდა პროკურორად წოდებულ ადამიანს კი ბატონო, თათია ზუსტად აი ამ პოლიტიკური განცხადებების ნაწილზე მინდა რომ გადავიდეთ, თქვენ აღნიშნეთ რომ კი ლევანს შეზღუდული აქვს ყველანაირი კომუნიკაცია, არათუ თანაპარტიელებთან და მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილებსაც კი არაჩვენებენ, მას სწორედ ამიტომ ის სასამართლო პროცესზე გამოდის ხოლმე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გზავნილებით, წინა პროცესების მიერ გაკეთებული განცხადებები არაერთგვაროვანი შეფასებების მიზეზი გახდა და ახლაც გამოეხმაურა ლევანი მის მიერ ნათქვამ სიტყვებს. მან თქვა რომ ტონიო ზოგიერთს არ მოეწონათო, მაგრამ ეს არისო ჩემი შეთავაზება, ჩემი ბრძოლის მეთოდი და როდესაც არის ქვეყანაში პოლიტიკური ტყვეები, საჭიროა ბრძოლის განსხვავებული მეთოდების მოფიქრება, ან უნდა გადახვიდე შეტევაზეო, ან დაჯდე მოლაპარაკებაზე ამ ტყვეების გათავისუფლების მიზნით. და რომ ჭყლოპინებენ ეთერშიო, ეს გაუგებარიაო. ვის გულისხმობს ვინ ჭყლოპინებს ეთერში, ან რა ტიპის დიალოგი უნდა გაიხსნას ქართულ ოცნებასთან თქვენი აზრით? ხალი არ პირდაპირ არ დავასახელებ, მაგრამ თქვენმა მაყურებელმა და მას შორის ძალიან კარგად იცის, ვინც გააკეთა ალბათ კომენტარები, ვისაც რაღაცნაირად ტონალობა არ მოეწონა ხაბეიშვილის ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადადო და გაწირა ამ ბრძოლაში. ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება დათმო და დღეს არის ციხეში და თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ვინცაც კი ლევან ხაბეიშვილის სახელი გაუგია, იცის რომ ლევან ხაბეიშვილი იყო ამ ბრძოლის წინა ხაზზე ყოველთვის და საკუთარ ტყავზე გამოსცა და ყველაფერი. ან რაც კი ბუნება შეიძლება და არსებულიყო, მათ შორის ფიზიკური ბრძოლა, ეს ყველაფერი გააკეთა. ამაზე მეტი უბრალოდ აღარაფერი აღარ იყო შესაძლებელი, რაც კი შეიძლება და ლევანს გაეკეთებინა და ეხლა როდესაც ციხეშია და რაღაცნაირად ის მას არასდროს ანუ დღესაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავის რაღაცა შენიშვნას არ აძლევს, როგორც ჩვეულებრივად რაღაცნაირად ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა და უნდა უბრალოდ დაეხმაროს ამ ადამიანებს, იმათ მისცა რჩევა, არა რაღაცა ეთანხმებით თქვენ ამ გზას, რაზეც ლევანი საუბრობს, თათია? ხადია ვეთანხმებით. ანუ რას ეთანხმებით, რომ ქართულ ოცნებასთან გაიხსნას დიალოგი ამ ნაწილს? სულ სხვა კონტექსტით თქვა ეს ლევანმა და დღეს კიდე კი ბატონო, ასე განმარტოთ მაშინ, დიახ. კიდევ აღნიშნა, რომ სწორად გაიგოთ ეს მის მიმართვა. მას არ უთქვამს, რომ ქართულ ოცნებასთან დიალოგში უნდა შევიდეთ ჩვენ. მან აღნიშნა ის, რომ აი ჩვენს უნდა ვაღიაროთ ეხლა რომ რაღაცნაირად ის პროცესები რაღაცა მოლოდინის რეჟიმში ვართ თითქოს რაღაცა უნდა მოხდეს დამატებით იმიტომ რომ მესმის ყველაფერი მაგრამ როდესაც რაღაცნაირად შეტევაზე გადასვლას
ეთხოვდა ხო ლევანი და არა იმას რომ აკეთებ თუ აი ეს იყო მთავარი განსაზღვრება რომ თუ ამას არ აკეთებ ანუ სხვა იმ ადამიანებს რას ვეუბნებით სინდისის პატიმრებს მათ შორის რომელთა რაოდენობა ამდენად არის გაზრდილი და ამდენი ადამიანი არის ციხეში რას ვეუბნებით იმ ადამიანებს რომ რა ვიცი კი ხალხი 400 დღეზე მეტია ამიტომ დგას თათია ქუჩაში რომ სინდისის პატიმრები გამოიხსნან დიახ სვარაკად რატო უნდა შევციროთ ეს ადამიანებიო ამაზე აკეთებდა აქცენტს ლევანი და არა იმას რომ მასთან დიალოგზე უნდა წავიდეთ ხო, აბა რა იგულისხმება მაშინ თუ ვერ გადადიხარ შეტევაზე და ამ გზით ვერ ათავისუფლებ პოლიტიკურ პატიმრებს, მაშინ შედიხარ დიალოგში. ანუ აი რა იგულისხმება ეს რომ კარგად განმარტოთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც გასაგები გახდეს. ანუ ამაში ერთადერთი რაც იგულისხმებოდა მათ შორის ეს განცხადება როცა ლევანმა გააკეთა ეს იყო როდესაც შეწყალებაზე იყო საუბარი და იქ ნახეთ როგორ აწვალეს ადამიანები და როგორ აწამეს დატანჯეს დღენახევარი მოლოდინის რეჟიმში რომ ამყოფეს და ამასთან ამით დაიწყო ამაზე საუბარი რომ რა ვიცი ანუ ბრძოლა არის გამოსავალი ხო მათაც მე ვიცი აი დაწუნებული ვარ რომ აი მაგალითად ახლა ქუჩაში შეიძლება ვიღაცა მოაგზავნოს ჩემ ან იმდენად ანუ რეჟიმთან გვაქვს ჩვენ საქმე რომ ყველაფრისთვის ვართ მზად ამ ადამიანება რომ გადადეს ახლა ყველაფერი რაც კი შეეძლოთ აკეთეს ლევანმაც იმ ადამიანებაც ვინც ციხეში სხედან და საკუთარი თავისუფლება გაწირეს და იქ სხედან ჩვენ რაღაცა გაცილებით მეტი ანუ ზუსტად მაგალითად არც მე არ ვიცი რა კონკრეტული მოქმედება და ნაბიჯი შეიძლება გადავდო, მაგრამ ვიცი რომ უნდა ვიბრძოლო, არ უნდა გავჩერდეთ და რაღაცა ეთერებში მხოლოდ დასხდომა და საუბარი არ მოგვიტანს შედეგს. უნდა დავდგეთ მათ შორის და ფიზიკურად უნდა დავიცვათ ეს ყველაფერი. ამაზე იყო საუბარი და არა ის რომ ეს იყო რაღაცნაირად ირონიით ნათქვამი რომ თუ ამას არ აკეთებთ, მაშინ უთხარით იმ ადამიანებს ზვარაკად ხო შევწირეთ და ზვარაკად შეწირულებს ხო ტოვებთ ანუ ციხეში. ამაზე იყო საუბარი. კი ბატონო, ხო, თუმცა პირიქით კი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ადამიანები, რომლებიც 400 დღეზე მეტია დგანან ქუჩაში, მთავარი მოთხოვნა, მთავარი მიზანი ყველა ჩვენგანის ის არის, რომ პოლიტიკური პატიმრები არ იყვნენ ციხეში. ამ ადამიანების ნამდვილად არ იყო, ეს იყო მიმართული პოლიტიკოსებისთვის. ეს ამ ადამიანებს პირველი ამით დაიწყო ლევანმა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა ზუსტად ესენი არიან გმირები ვინც ახლა ქუჩაში დაშნელად განანო და ერთ დავამატებ თქვენ ხეთ შემდეგ სასამართლოზე შემდეგ სასამართლო აი პროკურორის ირონიული სახე უნდა გეინახათ უბრალოდ რომ არა შემდეგ სასამართლოზეც ვერ მოვიყვანთო ანუ ხო, შეიძლება საერთოდ არ მოიყვანონ, ისე გაგრძელდეს ეს პროცესები, ისე დასრულდეს და ისე მიიღო. დიახ. ფაქტია რომ ვერ მოყავთ, თუ არ მოყვებიან თუ რა ხდება, არ ვიცი, უბრალოდ ესე თქვა რომ არა, ვერ მოვიყვანთ შემდეგზე. კი ბატონო, დიდი მადლობა თათია, გამძლეობას ვუსურვებთ ლევანს და მალე თავისუფლებას ყველა პოლიტიკურ პატიმარს რეჟიმის ყველა ტყვეს. თათია